მოგესალმებით, მე ვარ გააჯაზეტეკოს ადმინისტრატორი ხუციკა და ეხლა მე გასწავლით თუ როგორ უნდა მოხერხდეს აი ამ სტარტის ვიზუალის შეცვლა. ოღონდ თავისივესი რა. ესე იგი ვაწევით აი აქ მარჯვენა ღილაკს, ვაძლევთ properties და start menu. აი აქედან არის ერთი ეს ვარიანტი, მეორე ეს ვარიანტი. ნუ ის უფრო კარგია. ისეს ვეყენიათ, ნუ შეეხებით, აი ეს მეორე ვარიანტია რა. ესე დაყენდება და თუ დაუშვათ ეგეთი ესეთი გაქვთ და გინდათ რომ ისეთი გქონდეთ, ვაწევით ესე properties, start menu და მეორეს ვაწევით. კიდე აქ შეიძლება კოსტუმის შეცვლები და აქედან ყველაფერი ხერხდება, ანუ აი დაუშვათ ამის მომატება. აი ამის მომატება ჩვენ მოგცემს, აი ცუდად ახლა განახებ ეს მე დავაყენო. ესე აი 1 2 3 4 5 6 თუ გვაქვს აი 6 და გვინდა რომ გქონდეს უფრო მეტი მოხერხდება ესე properties, start menu, costumes და აი მას აუმატებთ რამდენსაც თქვენ გინდათ. დამაჯერთ OK, save და OK. აქ შეიძლება ვართ მოიმატა, თუ გინდათ უბრალოდ ცოტა იყოს ვაჭერთ აი ესე start menu ისე costume და აქ თქვენ რამდენი გინდათ იმდეს ჩაწერთ. დავუშვათ 5 ესე clear list უყურა წაიშლება able და OK. აგერ ხედავთ რომ არის 5, მაგრამ სულ ყველა წაიშალა და მაგახსნა სხვა რაღაცები გამოვარდება. არის კიდევ ასეთი რაღაცები, costume და აი იკონიო, აი ეს იკონი. როგორ გინდათ პატარაო თუ დიდიო, აი ეს დიდი იკონები რო არის, აი ესეთი პატარა გინდათ, მოდი აი პატარა აღნიშნოთ და ნახავთ რომ ეგ იკონები დაპატარავდება. და უფრო პატარა იქნება. მე მგონი ესე უფრო ჯობია. თუ გნებავთ კიდე მე ხა სტარტის შესახებ გეტყვით ყველაფერს. ნუ სხვა ვიდეო კურსებსაც გადავიღებ და სხვაებსაც გასწავლეთ. თუ გინდა აი იკონის შესვლა და სახელის შესვლაც, ხო? შევდივ ვაჭერთ აი სურათს, აი ესეც, აი სურათს ესე თითები რომ მოგცეს. და აქედან აირჩიეთ თქვენს ასურა სურათს. თუ გინდათ რომ თქვენი საკუთარი დაყენდეს, ვაჭერთ browse for more picture და აქედან აირჩიეთ რომელიც გინდათ. დავუშვათ აი ეს. დესკტოპზე მიგდია რაღაც სურათი და დაყენდება. სულ ეს იყო, დაყენდა როგორც ხედავთ, ეს იყო აი ესეთი ეკლესიურის, მეგვია სურათი. თუ გინდათ რომ სახელით შევცვალოთ, სახელის შესვლასაც გასწავლეთ, აი ეს გამოხვალთ base, change my name და დაწერთ რაც გინდათ, მაგალითად computer change name და გამოხვალთ. შეხვალთ დატაში და ნახავთ რომ ქვია უკვე სახელი. მადლობთ, ეს ვიდეო კურსი ამით დასრულდა და თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, შედით გააჯაზეტეკოზე და მოგწერეთ.